6 საათია. ზუსტად ვეცადეთ რომ თავის დროზე დაგვეწყო ჩვენი ღონისძიება, იმიტომ რომ საქართველოს რატომღაც სახელი გაუტეხეს, რომ დაგვიანებით, არაპუნქტუალური და ასე შემდეგ. არა. ქართველები მთელ მსოფლიოში ყველაფრით ყველაზე მაგარი. რაც კი არსებობს ერები დედამიწაზე ყველაფრით მაგარი ხალხი ვარ და მოდი ჩვენ საქართველოს გავუმართოს. ამ ბავშვების თამადობით ვინც ახლა ფარდის მიღმარველოდებიან ძალიან ღელავენ და ღელავს მათი ხელმძღვანელიც, თავადაც, თქვენც, მშობლების, მაგრამ დამიჯერეთ დღევანდელი დღე თქვენ შვილებს დაამახსოვრდებათ ძალიან პოზიტიურად, იმიტომ რომ დღეს არის ის დღე, როცა ამ ბავშვებმა პირველი თავისი გამარჯვება უნდა ისეიმო და ამ გამარჯვებას ქვია ჩაგრულო. მოდი ჩაგრულოს დავუკარით უბრალოდ სოლისადაში. მე პატივი მერგო წარმოგიდგენთ ამ ანგელოზივით ბავშვებს და მივესალმოთ კალათონ თამართან ერთად თამარ ხარაბიძე და მისი 5 წლის ჩაგრულო. თამარ, ძალიან დიდი მადლობა შენ ამ 5 წლისთვის. ძალიან დიდი მადლობა ამ ბავშვებისთვის. მადლობა მშობლების სახელით და მე ეხლა წავ ჟურნალისტებს ცოტას და გეტყვი რომ ამ საქმეში 30 წელიწადია ვარ და შენ პროფესიონალს ძალიან ცოტას ვიცნობ. ოღონდ როგორ პროფესიონალს იცი? ისე კი არა ის რაღაც ვარ დამთავრებული და რა. არა, შენ ლოდბარი ხარ ამ საქმეში. შენ გიყვარს ეს საქმე და ამიტომაც აკეთებ იმას კარგად, რასაც აკეთებ. და ამას დღეს მოგიწევს რომ დაგვიმტკიცო. ძალიან ერეულობს და მოდი გავამხნევოთ ეხლა თამარი. თამარ, მე შეგადაში მოგეხმარები ხოლმე. წამყვანიც ვიქნები, გამხმოვანებელიც, მიკროფონების დატანაში ყველაფერში დაგეხმარები. ჩათვალე რომ დღეს ყველაზე საამაყო სახელი ქვია ამ ასამს. კოსმოსშიც კი გასულია ჩვენი ჩართული. და ვინ თუ არა დღეს მან და მისმა მოსწავლეებმა უნდა დაგვიმტკიცონ რომ ღირდა ეს 5 წელი. აპლოდისმენტები თამარ ხარაბიძეს და აი ამ ანგელოზივით ბავშვებს. თავს. ჩემი საყვარელი უბნის პედაგოგი ხარ, იმიტომ რომ მე ვაზის უბნელი ვარ, ცხოვრობ მე მგონია რომ თბილისის ყველაზე მაგარ უბანში, სუფთა ჰაერზე, აქ ხალხთან ერთად ჟანგბადი ძალიან ბევრი რა თქმა უნდა და ბოლოს მართალ ეგ ნებსის ჩასავალი ადგილი წლება და ისე, მაგრამ 172 სკოლაში სადაც შენ მოღვაწეობ, შენ ანგელოზებთან ერთად დიდი ტრადიცია შენ დაიწყე, მე რამდენადაც ვიცი და მეგონა თეატრალური გაქვს შენ დამთავრებული, ხო, ამოვიწერე. როგორ ქვია ქართული ხალხური გალობისა და სიმღერის გუნდი, პროფესიონალობას რო ამბობდი, პროფესიონალი ლოდბარი და ფოლკლორისტი. აი ასე ჟურნალისტებს გვიჭირს ხოლმე მიკროფონებში მიწერა ამ რაღაცა ხან ვიტყუები, ხან რაღაცა შენზე ტყუილს ვერ დავწერთ, იმიტომ რომ მართლა პროფესიონალი ლოდბარი ხარ და ფოლკლორისტი და დაში ქალბატონ თამარ.
მუზეუმი მოვინახულეთ. ეზოში პატარა ხის ფიგურები დავინახე. გიდმა გვითხრა, ამით ვაჟა-ფშაველა თამაშობდა ბავშვობაშიო. ხან თანატოლებთან ერთად ეზოში დამალოვანას თამაშობდაო. მათ მხიარულებას მთები და ბუნება იზიარებდა და მათთან ერთად ხარობდა. თამაში მთაში.
ესეთი ტერმინი, ტაშომეტრი ქვია. აი დაახლოებით თუ ხვდებით, რას შეიძლება ნიშნავდეს ტაშომეტრი. ეგ არის. ეს არის ხა მე დააჩქავდები ვერცხელ ტერმინზე და რაღაცა მოდი დავარქვათ ამ ტაშომეტს ასეთი რაღაცა. ტაშის საზომი ერთეული, ხო არ წებობს წონის საზომი, სიგრძის საზომი და ტაშომეტრი იყოს ტაშის საზომი ერთეული. აბა ტაშის საზომი ერთეული როგორია ეს? მე გავხსნა საქართველოსური ალბერტიდან გამოსატანი და ჩვენს ყველაზე ლამაზ ტიპის გავამართოს. ხარფუხიდან დაწყებული ვაზისუბრი დამთავრებული. შენ დაუკვირდე ჩემომაერთ. თუ ქალბატონს უკაცრავად საქალბატონეს კამარზე და ბაღდადი ეკეთა, ესე იგი გულის სწორი აპოვნი არ ახავდა. თუ კი ყარაჩოხას ბაღდადი ეკეთა, ესე იგი დანიშნული იყო. დიდად ჭირდა ვაჟკაცი ყარაჩოღელი თბილისში. ამიტომაც გოგონები, ვისაც ბაღდადი ჰქონდათ, შურის თვალით უყურებდნენ, ვისაც ბაღდადი აღარ ჰქონდათ. ასეთია თბილისური ამბები.
ზოგი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ესენი სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთობას და იმას, რაც ყველაზე მეტად აკლია თითქოს დღეს საქართველოს ღია ურთიერთობები, ის ურთიერთობები, რომელიც არა ფეისბუქური და არა ინსტაგრამური და არა ტიკტოკურია. ანუ მეგობრული, ადამიანური, თავის ჩოგურთან, პანდურთან, დოლთან, ცეკვასთან და ყველაზე საინტერესო და იმედიანი რა არის, იცით? ის რასაც ქვია, აი ეს პატარა მოვლენა, რომელსაც მე ყოველთვის ვაფიქსირებ ხოლმე. სანამ სცენაზე გამოდიან, ბავშვების უმეტესი ნაწილი პირჯვარს იწერს ხოლმე. ამისთვის მადლობა თქვენ მშობლებო, რომ თქვენ შვილებს ასწავლეთ, როგორ იმარჯვებს საქართველო. აი ეს არის ნებისმიერი გამარჯვების პირველი სიმბოლო. თუ შეგიმჩნევიათ, ჩვენი კვარაც ასე იწყებს თავის სტადიონზე გასვლას და კვარას მოიგებდა თაკება. და მის ოჯახს ძალიან დიდი პატივისცემა. აბა თამონამ სადარის ახლა რა თქმა უნდა ოხტაში ავდივართ თამა თბილისიდან მთისკენ ფერი-ფერი მაშინ აქვე კიკეში. აბა ბავშვებო, შენ მახარია. Shela
იცოდი რომ ასე მალე მოხდებოდა ეს ყველაფერი. თქვენ მოგიწევთ ამ ცეკვის შესრულება სოხუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე და საიდან ვიცი და როგორ ვიცი ეს არ იქნება, მაგრამ აგერ მე, აგერ კამერა და აგერ შენ და აგერ შენი ბავშვები. ძალიან მალე ამ ცეკვას სოხუმის დრამატული თეატრის სცენა უნდა მისდევ. მადლობა. მადლობა.
იმისთვის, რაც ახლა მეულა Paso ahí peleó yo y acá, eso, algo falso. Adara mura de paso hoy con casa por el tren de la visita cameras. Taudor tama. Merti patara hoy mi da gatslobot. Mer amdeni me sinjela. Mona de patara. Çota da oldu. Mesela Megalor Absolutely so much better. Kumas Svenja Tsacheli Marisha is very good. Da alles so komische oder konservativ. Mehr so mal to das ist klar. Gut. Chance Beomar bitte da Chance Beomar zwakatse chance გადაუგზავნე რამდენიმე ეპიზოდი. Აი ახავი სეკუნდა, ახავი ნამდვილად და ბიჭებმა შენს გასაგონად ეს მომწერეს. მადლობა ამ ადამიანებს იმისთვის, რომ ისინი ზრდიან ნამდვილ ქართველ ვაჟკაცებს და ნამდვილ ქართველ ქალბატონებს. მადლობა ჩვენი სახელი, თქვენი ბრძოლა და ომი აწარმოებს სცენაზე, ღმერთმა დაიფაროს თქვენი სახელი იქნება ჩვენ ისევ თქვენთვის ვიობებ და ამობს შვიდობა თქვია. ის ბავშვები, რომლებმაც პირველად აიდგეს სცენაზე თვითონ წინ. ეს ისინი აღარ არიან შემადგენლობაში, მაგრამ ყვავილები მოხდეს, ანუ აქ არიან. და მათ ძალიან დიდი მადლობა და წაშემძე და მაშინ ქართლში ვახტანგ მეფე კანონების კოდექსენდა და როდესაც რუსმა ერმა ძირს ისავა ანიბანი შოთა მაშინ დამთავრა თავის ვეფხის ტაოსანი საქართველოს მინდა უღმესი მადლობა გადაუხადო ქალბატონ თამარს ჩვენი არჩევისათვის. უამრავი ანსამბლია საქართველოში და ჩვენ აგვარჩია ამ საპასუხისმგებლო დღეს, რომ მათთან ერთად აღვეგნიშნა ანსამ ჩაკრულოს 5 წლის იუბილე და იმედი მაქვს, რომ უკმაყოფილო არ დარჩა და ჩვენც გავართვით თავი ამ მოცემულ ამოცანას და მინდა მიულოცო ანსამბლის თითოეულ წევრს, თითოეულ მონაწილეს ქალბატონ თამარს და ულევი წარმატება და წინსვლა უსურო თავიანთ საყვარელ საქმეში. ესე იგი, აი რა ვიცი, რთული გზა გაიარა თამუნამ ამ დღემდე. წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა, მადლობა თქვენ, მადლობა ყველას, მობრძანებულ სტუმრებს და რა ვიცი, წარმატებები რა. როგორც მაყურებელი რამდენად მაყოფილი დარჩი. რა ვიცი, ძალიან მომეწონა, საუკეთესო იყო. მე ვიტყოდი საუკეთესო იყო, რაღაც პატარ-პატარა ისეთი რაღაცები, რასაც მე მივხვდი, მაგრამ უმეტესობა ვერ მიხვდებოდა მაგას და კარგები იყვნენ, მართლა ძალიან კარგები იყვნენ. რა და წარმატებები და ყველაფერი კარგი და საუკეთესო მინდა უსურვო ქალბატონ თამარს.
დამთავრდა კონცერტი, ძალიან კმაყოფილი ვარ, ღონისძიება ძალიან მოგვეწონა. ჩემი ერთი დიშვილი მღერის, მეორეც ეკავს გზებაში და ძალიან მომეწონა. მაყურებელი როგორ აი მაყურებლის რეაქცია შენ როგორც მაყურებელს როგორი? რეაქციები იყო აი ძალიან კარგი, ოვაციები და აპლოდისმენტები იყო ძალიან კარგი. საუკეთესო კონცერტი იყო, აი არ ვიცი, ემოციებით ვარ დატვირთული, მე და თამარი თეატრალურიდან ერთად სწავლობდით, ერთად დავამთავრეთ და აი იქედან მოყოლებული, არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი, უბრალოდ ვარ გაკვირვებული, გაოცებული, ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ბავშვი, ქართველი, აი ამ საქმეს ასე საუკეთესოდ ასრულებდეს, არ ვიცი, მე ძალიან ბედნიერი ვარ რა. მე ძალიან ნერვიულობდი, ძალიან მომეწონა ის ბოლო სიმღერა და უსურვებ ბევრ წარმატებას ჩვენს გუნდს. შენი ნერვიულობა არ გამოჩნდა სცენაზე და თვითონ აი როგორი კმაყოფილი ხარ შენი მეგობრების, შენი თანაჯგუფელების? ჩემმა მეგობრებმა და ჩაკვროს წევრებმა ძალიან კარგად იმღერეს და უსურვებ უფრო კარგად სიმღერას. მეც იგივე წარმატებას უსურვებდი პირადად როგორც ასე თქვა დემეტრემ თქვა და უფრო მეტი აპლოდისმენტებს და უფრო მეტ წარმატებას უსურვებ. ესე იგი დამთავრდა კონცერტი, ძალიან ვისიამოვნეთ. ჩემი შვილები ორივე ერთი ცეკვავს და ერთი მღერის. ძალიან ვისიამოვნეთ დღევანდელი საღამოთი. მაყურებელი ვფიქრობ ძალიან ამაღლებულ განწყობაზე იყო და ძალიან კმაყოფილი დარჩა და ნასიამოვნები წავიდა. მე არ ნერვიულობდი და ძალიან კარგი იყო კონცერტი. ძალიან მომეწონა სხვების გამოსვლაც. შენი გამოსვლა? ჩემის გამოსვლაც მომეწონა. მე ძალიან გამიხარდა რომ ეს საშუალება მივიღეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი გვიყურებდა. ხო, აი მაყურებლის რეაქციებზე რას მეთქვით? როგორი რეაქციები შეხვდა? ჩემი ეზი ძალიან მოეწონათ. დიახ, ძალიან მომეწონა და კარგად გამოვედით. ძალიან სასიამოვნო იყო, მაგათი ყურება, მოსმენა, ძალიან ვისიამოვნე. იმედი მაქვს უფრო წარმატებულ გზებს გაივლიან. ძალიან დიდი მომავალი ელით მე მგონი ამ ბავშვებს. რამე ნერვიულობა შეატყეთ დარბაზიდან ბავშვებს? თითქოს განიცდიდნენ, მაგრამ რაღაც მე მგონი პირველი გამოსვლა არ იყო და მაინც მიჩვეულები არიან ამ კონცერტზე, სცენაზე გამოსვლას, კი, რა თქმა უნდა. ნერვიულობენ ხა ყველა განიცდის, თვითონ უფროსიც და მომღერლებიც, მოცეკვავეებიც, ყველა განიცდიან, როცა გადიან წინასწარ სცენაზე, რა თქმა უნდა. ეს თავისებურად მოქმედებს უკვე, თავისებური ნერვიულობა არის. სასიამოვნო იყო ეს ნერვიულობაც, დაუფასდათ. საკმაოდ რთული იყო სოლო კონცერტის ჩატარება, მაგრამ პასუხისგებლობამ და ბევრმა შრომამ მე მგონი რომ თავისი შედეგი დადო. ვეცდები რომ შემდეგს იუბილეზე უფრო და უფრო უკეთესი და საუკეთესო სიმღერები შემოგთავაზოთ. ყველა კუთხე თავის ცეკვით, თავის სიმღერით და უფრო ბევრი უნდა ვიშრომოთ და უფრო კარგი შვილები და ქართველები უნდა გავზარდოთ. მაყურებელზე რა სიტყვი და მათ რეაქციებს? საოცარი რეაქციები ჰქონდათ, ყოველ ცეკვა სიმღერაზე ფაქტიურად სუტაში იყო და ეს არის ზუსტად ის мотиваცია, რომ მეტი იშრომო, მეტი გააკეთო და საუკეთესო ხარისხი დადო ნამდვილად. დიდი მადლობა ყველას, ვინც აი ესე აპლოდისმენტებით მომხნევებდა ბავშვებს მეც და ყველას უღრმესი მადლობა, რომ ასე გამომხნევეთ, ასე მოგეწონათ უბრალოდ ამდენი ხნის ნაშრომი. კონცერტის დაწყებამდე ძალიან ნერვიულობდი, ახლა გავამხელ უკვე შიდა სამზარეულოდან და ახლა ღირდა ის ნერვიულობა. ალბათ ღირდა ამ ნერვიულობა, თუმცა კონცერტზე ვინც არ ნერვიულობს, მე მგონი რომ ის ცოტა ზედაპირულად უყურებს საქმეს. ამიტომ ნერვიულობაც კარგია, აპლოდისმენტებიც კარგია, შრომაც კარგია და ცხოვრება უნდა გვიყვარდეს. ქართულად და ქართველები ერთად მუდამ ყველგან ყოველთვის.